როგორც აღმოჩნდა, ქვეყანა მზად არ იყო დამოუკიდებლად არსებობისთვის. ძიმე ეკონომიკური გარემო, შეიარაღებული კონფლიქტები, კრიმინალი, ოქროს ბუცი. და აი ახლა ვფიქრობ, ეს რა ვქენი. აი ხალხი ამბობდა, ნახე 10 ნომერი აფეთს ეკავს, ასთამაშოსო გეგე. სოფლიოში ყველაზე მასობრივ და პოპულარულ სპორტის სახეობად ფეხბურთი მიიჩნევა. ხოლო თვითონ ფეხბურთში ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მაშინ დგება, როდესაც ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს და ბადეში აღმოჩნდება. გოლი ეს კომაგისთვის ყველაზე ემოციური მომენტია და მისი ავტორიც მაშინათვე საფეხბურთო მატჩის მთავარი გმირი ხდება. სწორედ ამიტომ 1967 წლიდან მოყოლებული ამ ბედნიერების ყველაზე ხშირად მომტანი სპორტსმენების გამოსარჩევად სპეციალური ჯილდო იქნა დაწესებული ოქროს ბუცი. გოლის გატანის ოსტატები ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 29 წლის მანძილზე ერთი და იმავე წესებით იბრძოდნენ. თუმცა 1996 წელს დიდი ცვლილებების დრო დადგა. ამ წელს საფეხბურთო სამყაროში ორი დიდი ამბავი მოხდა. ვნებათა ხელვის ეპიცენტრი ინგლისი იყო და წლის საუკეთესო ბომბარდირიც ინგლისელთა სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოველით. ასე მოხდა იმ სეზონშიც. გადამწყვეტი მოვლენები კი 1995 წლის აგვისტოდან დაიწყო. და აი დაიწყო ჩემი გოლები. თითქმის ყველა თამაში გოლი გადიოდა. და იყო ისეთი მომენტები კიდე რომ აი 4-0-ზე ბიჭები მეტყოდეს ვიად ცოდვა გავჩერდეთ. ცოდვა გადავჩერდებოდი რა. აი 4-0-ზე. – 1996 წელს ევროპული ფეხბურთი სამშობლოში დაბრუნდა. ევრო 96-ს ინგლისმა უმასპინძლა და ტურნირის მთავარი გმირიც ინგლისელი გახდა. ალან შირერს ზღაპრული სეზონი ჰქონდა. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა და პრემიერ ლიგის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ სეზონში მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ვარსკვლავები ექცეოდნენ ყურადღების ცენტრში, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი, რაული, რონალდო, ლიტმანენი, კლინსმანი, დელ პიერო და სხვები, წლის მთავარი გმირი და ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა, იმავე წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ბრიტანელი ალან შირერი უნდა გამხდარიყო. და ეს ასეც მოხდა. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ 95-16 წლების სეზონის და საერთოდ ევროპული ფეხბურთის ბომბარდირთა ისტორიაში თავისი მნიშვნელობით გამორჩეული ადგილი არა შირერმა, არამედ ზესტაფონის მარგვეთის ათიანმა. ზვიად ენდელაძემ დაიკავა. მან ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა წლების განმავლობაში დამკვიდრებული ევროპული ფეხბურთის წესები. ამიერიდან ბომბარდირთა ხვედრი არასოდეს იქნება ისეთი, როგორც იყო ადრე. თუმცა, მოდით ვიყოთ თანმიმდევრული და ამ ამბავს სულ თავიდან მივყვეთ. საერთოდ რა იყო, მიყვარდა გუცეები, ვადიმერ გუცეები. დიდი ფანი ვიყავ. აი მიყვარდა კაცის მოტყულება და აი სულ იმას ვაკვირდებოდი, აი ფინტები
აკვირდებოდი აი ფინტებს ისე სწრაფად აკეთებდა და ბეს უატყულებდა. მამაჩემსაც უყვარდა საწყალს ფეხბურთი ძალიან უზომოდ უყვარდა. მახსოვს რომ აი დინამო რო ეთამაშებოდა ეზოში დადებოდნენ გეგე თელი თავისი აი დიდი მამაჩემის ტოლა ხალხი და პალეში იყო და ჩვენს პატარები ჩავწუხდებოდი და აი აქედან გამომდინარე ფეხბურთი ყოველში გადებეთე რომ ამდენი აი მამაჩემის თამადობით ყველა კომაგი იყო და კომაგობდა დინამო თბილისს. და იმისგან დაიწყო ჩვენი ფეხბურთი, ჩემი ფეხბურთის სიყვარული და მე ვთქვი რომ მოვადრო და მე თვითამაშებ ფეხბურთს თქვა რა. ასეც მოხდა. ფეხბურთის ნიჭი მალე გამოავლინა და 12 წლის ზვიადი ქვეყანაში არსებულ ერთადერთ სპორტულ სკოლა-ინტერნატში ჩააბარეს, სადაც მშობლებისგან მოშორებით დამოუკიდებელ ცხოვრებასთან ადაპტირება მოუწია. შემდეგ იძულებითი საბჭოთა ჯარის დროც მოვიდა. იქ სატვირთოს მძღოლად გაანაწილეს. გივიხადე ფორმა და ჩემ თავს უსვამ შეკითხვას აი რა გავაკეთო ზვიად. აი რას აკეთებ? მე ვიცოდი ერთი ფეხბურთის თამაში და გავაკეთე ფეხბურთის თამაში. 2 წლის განმავლობაში თითქმის სამოყვარულო ადგილობრივ გუნდში თამაშობდა და ადიგენში ჩამოსულ დინამოს ვეტერანებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. აი ხალხი ამბობდა, ნახე 10 ნომერი რაფერც ეკავს, რას თამაშობსო გეგე. სწორედ მაშინ შეამჩნია 22 წლის ზვიადი გივინოდია და რუსთავის მეტალურგში წაიყვანა, სადაც პირველსავე სეზონში 10 გოლის გატანა შეძლო და საბჭოთა კავშირი დაიშალა. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანა მზად არ იყო დამოუკიდებლად არსებობისთვის. სიმბოლურია ისიც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატიც ავტოგოლით დაიწყო. ძიმე ეკონომიკური გარემო, შეიარაღებული კონფლიქტები, კრიმინალი. მოკლედ ქვეყანა ძიმე კრიზისს განიცდიდა. ზვიადს 24 წლის ასაკში ქვეყანასთან ერთად ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. ამჯერად მისი ტალანტი მურთას ხურცილავამ შეამჩნია და მეორე შანსი მისცა. ზვიადმა ლეგენდარულ ფეხბურთელს იმედები არ გაუცრუა და 18 გოლის გატანა შეძლო. ზვიადი მაგარ ფორმაში იყო. მასთან დაკავშირებით გეგმებით სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. დინამოსთან აი ძალიან მაგარი სასავსე იყო ტრიბუნები, ბედნიერის დღე იყო, მაგარ ფორმაში ვიყავი, ეპრავი კრაი. არ ვიცი დეები არ ვქენი და აი სისტრაფეში რო ჩავდგი და იქიდან უკრინდა მომარტყა ფეხი და მიტია მუხმა. და გაჭედა მუხმა და დარჩი 8 თვე აღარ ვითამაში. ანუ ქეგავასწორე ნორმალურად კარგად გამოკეთა და ის მოხდა სამდრედიაში რომ მითხეს ვარ. მაშინ უკვე არც მურთაზა იყო, არავინი არ იყო, ჩავედი ახლა. მეთქი ახლა მიცნობენ, ხო მიცნობენ, კი ხოზე ხარ და კარგას მივედი სამდრედიაში ჯიხარის. აკრას ვიადო თამაშიაო. და 8 თვე რო ვარ გაკ თამაშები ახლა კი. აი აიგინე ახლა ვერაფერი ვერ გავაკეთე აბსოლუტურად. ვერაფერი. ჩამოვიდა მწვრთნელი და მითხრა რომ ზეადო არა ვიცი. და დამწყდა ისი გული რომ ჩემი თამაში იცოდნენ და აი 10 დღე ან 15 დღე რო გეჩერები ვარ და მოდი ვარჯიშე და შეიძლება ის ფორმა ეგდგინო, აი ამის შანსიც არ მომწეს მე. და ჩემ გულში ვთქვი და რომ აი მე ზვიად ენდელაძე და ნახე და ფეხბურთი ვითამაშო და ის სეზონი ევროპული ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. სწორედ იმ სეზონის განმავლობაში უნდა გარკვეულიყო თუ რომელი ვარსკვლავი რა ფორმაში შეხვდებოდა ევროპის ჩემპიონატს. ალან შირერიც განსაკუთრებული მოტივაციით ემზადებოდა მის კარიერაში საუკეთესო სეზონისათვის. ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ქვეყანაში როგორც იქნა კონსტიტუცია მიიღეს და ახლა უკვე სრულყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სპორტული მიმართულებით ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის ემზადებოდა. ემზადებოდა ზვიად ენდელაძეც. ჩვენ წყალს მაგალითად ზესტაფონში ვთამაშობდით, წყალს აცივათობდით, პაგრიშკებით. პაგრიშკებით რა, იცი, ჩვენ სადაც ვულკანიზაციაში მივდიოდით, გავავსედით პაგრიშკას და აი იყო გაკეთებული იყო
დიდი ცისტერნა შუაში გადიოდა ის და პარიშკებს შეურთედი და დაანთებდა ანყარაული ანსა და თვებოდა ის და აი დამატებით რო გევარჯიშა ვარჯიში დარჩებოდი ჯობანელი. ისე წევიდა ვარჯიში დაგვიანდა. აუ საშინელება ვის ართმევენ, რა შობიან, აუჩე ვისი, ვერ გეიგებ რა. არეულა ბურთახანაზე. რა მოდივარ მანქანით და არ დგა ბეტერი და ნიღბებით. აუ მეთქი სადეგერ ხა ბიჭებო. და ეს მოვატრია შანსი არა გესროთ. და მივედით. ავიდან ნიღბიანი ტიპები იგი ხვალ და აუ ვინახარ და ახლა ამიდა იცი რომ თქვა რომ ფეხბურთელი ვარ. ჟვიადენდელაძე და შეიძლება ვიხაცა ჩემი ფეხბურთი ნაყურები კონდეს და არ წარმართვა მანქანა თქვა. აუ რა კარი მანქანა ყოლია. ვერთხა შემოძმა ფეხბურთელი ვარ ჟვიადენდელაძე იგი მოვთხარი და როცა მიდივარ ბაღდადში თქვა იგი ჩემი შრომით. აი შრომავ თუ ჩემი ძრახავ იგი მაგიოჩ. ბიჭო ფეხით ნუ გამიშოთ მე ვთხარი იგი ხო. ბევრს ვლაპარაკობ იგი ხო და ნელა შევდივარ შევიწეში. და ბიჭო ხო ისეთი ხო განწერული ჟვიადენდელაძე ვარ და ხაცა მოტრიალდა. ეგ ნიღბით. დაანებეთ ამ ბიჭს თავი ბიჭო ეს ფეხბურთელია. ვახში და ყველან დამანება თავი. და ასე მითხრა ჟვიადენდა ახლა აღარ გამიიარო. ვინახარ და რაში გაინტერესებს? დადიო, დიდი ფეხბურთელი ხარ შენ. გამიშვით. გადავჭით. როგორც ყოველთვის, ევროპული საფეხბურთო სეზონი აგვისტოში დაიწყო. საფრანგეთში ჯერ კიდევ თმაქოჩორა ზიდანმა დაიწყო მისთვის პირველი სუპერსეზონი. გერმანიაში იურგენ კლინსმანისგან ელოდნენ მორიგ წარმატებას. ამავე დროს გამოჩნდნენ დიდ ასპარეზზე მომავალი ვარსკვლავებიც: ალესანდრო დელ პიერო იუვეში, რაული მადრიდის რეალში და რონალდო ჰოლანდიურ PSV-ში. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ინგლისი და იმ დროისთვის პრემიერ ლიგის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ალან შირერი იყო, რომელიც პრემიერ ლიგის ჩემპიონის და საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით იწყებდა სეზონს. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპაში საფეხბურთო სეზონი გაჩაღდა და განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა. საქართველოში კი 1995 წლის 28 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ააფეთქეს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში არსებული ყველა ვიდეო თუ ფოტოკამერა ამ მოვლენისკენ იყო მიმართული და ფეხბურთისთვის არავის ეცალა. პირველ თამაში ქონდა გორში და წავაგეთ ტრიდვა და ორი შევაგეთ. ჩამოვედით მე და აქაც ორი შევაგეთ. მეთქი ეს რა მომართება? თან რა იცი ყველა თითქმის ჩარჩოში მიდიოდა. და რა იცი მომზადებული ვიყავით მთელი გუნდი. პირველ ტაიმში თუ გაგვიძდა გუნდი, ხელა ფიზიკური იმას ვიყავ. მომზადებული ვიყავით მეორე 15 წუთში უკვე განადგურებული იყო გუნდი. დინამოს გარდა ყველას მასეთ უქენია. პირველ წრეში თბილისის დინამოსთან ერთად გათამაშების ფავორიტი ზესტაფონის მარგვეთი გახდა და ამის მთავარი მიზეზი სწორედ ენდელაძე იყო. 31 წლის ზვიადს, როგორც საფეხბურთო წრეებში ამბობენ, მეორე სუნთქვა გაეხსნა და თითქმის ყველა თამაშში მინიმუმ 1 გოლი მაინც გაქონდა. შანსი კონკურენტებისთვის არც ალან შირერს დაუტოვებია. 3 ჰეტრიკით შეასრულა და საერთო ჯამში 19 გოლი დაუბრუნდა. მოკლედ, ევროპის საუკეთესო ბომბარდირებს შორის დაძაბული კონკურენცია გაჩაღდა, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა. ერთის მხრივ ევროპელ გულშემატკივრებს არც ენდელაძე და საერთოდ არც საბჭოთა კავშირისგან ახლახან გამოყოფილი საქართველოს შესახებ გაეგოთ რამე. მეორეს მხრივ სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქართველ გულშემატკივრებს არ ჰქონდათ ევროპული ფეხბურთის რეპორტაჟების ნახვის შესაძლებლობა. ამიტომ მთელი ყურადღება შიდა ჩემპიონატზე გადაიტანეს, რაც განტვირთვის ერთადერთი საშუალება იყო. აი ენდელაძე კი სტადიონზე მისულ 1000-ობით გულშემატკივარს მოწყენის საშუალებას ნამდვილად ააწყობდა. მაგრატელად ასე გამიტანია. ეფეს გამიტანია, თავიც გამიტანია. ჯანიმებსაც უტყამდი. ჯანიმებს ისე არ უტყამდი და ხანდახან უტყამდი. არ მიყვარდა რა იცი დაგეჭილი ბურთების გადანა. მე მიყვარდა იგრავოი. ერთხელ გამიტანე 4. ლანჩხუთის გური არ დევიდეთ 7-0 მოვუგეთ. სულ ვარჯიშობდი უგლავიზე ფოთის კოლხეთი, მაგეთ კაი გუნდი იყო. 0-0 მიდის 20-25 წუთი, 30 წუთი და გავაკეთე ერთი დატრიალ დაგიკე, გამეტანა მეკარე და დაუტრიალე მორე შევიდა კარში მეკარე, გავიჩე გამოვიდა და შეხვია და მე 4 ადინ მოვუგეთ ფოთის კოლხეთს. 2 შევაგდე, 1 კუთხური 1 და 4-1 მოვუგეთ.
ამასობაში სანაკრებო მატჩებიც დაიწყო და წლის გამორჩეულ სნაიპერებს შანსი გაუჩნდათ ერთმანეთის წინააღმდეგ ეთამაშათ. იმ შესარჩევში საქართველოს და ინგლისის ნაკრები გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. შირერს ამ პერიოდში ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო მატჩებში ვერ აჩერებენ. გოლებს ენდელაძეც ერთი მეორეს მიყოლებით იტანს და მალე საქართველოში ინგლისის ნაკრებსაც ელოდებიან. თუმცა დიდი დაპირისპირება არ შედგა. შირერი თბილისში ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა. აი ენდელაძის შემთხვევაში კი ყველაფერი ცოტათი უფრო რთულად არის. საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი დიდი კონკურენციის ფონზე ნაკრებში არ გამოიძახეს და საერთოდ ზვიად საქართველოს ნაკრებში არასოდეს უთამაშია. არადა ქვეყნის თავარ გუნდში მოხვედრის და იქ ადგილის დამკვიდრების შანსი ნამდვილად ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ვინიც ის იქნება ახლა სულ სხვა ამბავი გვიამბო თქვენთვის. მაგრამ ეს ასე არ მოხდა და თუ რატომ ამის გასარკვევად ცოტა ხნით ისევ წარსულში დაბრუნება მოგვიწევს. აი სამტრედიაში რომ თამაშობდი მე, 3 გუნდი მოვიდა ერთდროულად. ისე მოხდა. აი ვიცი ვიყავით, აი დანის გაზილები, ხო? ყველა წავედით ზესტაფონში. სუნკა ჩავაწყდი, გამევედი სტადიონიდან და გავხედე ნურაკიძე. გამიკვირდა რა, ამხელა კაცი, ამხელა მწვრთნელი, თან საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მეთქი რა ხდება? და გამოვედი და მივესალმე. წამოდიო ქუთაისშიო. და ნაკრების მწვრთნელი ვარ და გათამაშებ ნაკრებში. და იკაროსები იყო, მაშინ გავხედე და ბიჭები მიხნებენ ხელს. და მეთქი არა თქვა. და აი ახლა ვფიქრობ ეს რა ვქენი. ლევან ორაკიძე არევისთან არ მისულა რა. და მე ზლადენდანსე ჩამოგითხა ზესტაფონში. აი ერთი ჩემი არასწორი ნაბიჯი გავაკეთე მაშინ. დიდი არასწორი ნაბიჯი. ჩემი მეგობრების გულობით, აი მეგობრებს რომ შევხედე არაო. ერთად ვიყოთო რა. რა ვიყავ, მაშინ ხო ბომბარდირი არ ვიყავ. ის ისეთი პიროვნება იყო, ფეხბურთში ყველაფერს ხედავდა. და მე უარი ვუთხარი. და აი ჩემი არასწორი ნაბიჯი თქვენ მაგი აი ჩემთვის გამოუტანეს საჯელი. მოკლედ ინგლისმა ტრავმირებული ალან შირერის გარეშეც მოგვიგო 2-0. თუმცა მანამდე ალანმა სეზონის მეორე წრეც მშვენივრად ითამაშა, 2 ჰეტრიკიც შეასრულა. მართალია მისი გუნდი მალევე გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მაგრამ თვითონ პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და ჯამში 31 გოლი გაიტანა. მას არც ენდელაძე ჩამორჩა. ზვიად თავის გუნდთან ერთად ევრო ტურნირების საგზურისთვის ბრძოლა ბოლო ტურებშიც უწევდა. ის იყო გადამწყვეტი რა, ან ჩვენ უნდა გავსულიყავით UEFA-ზე, ან მეტალურგი რუსთავ. ეწყო თამაში, ძუძუაშვილი იყო მიხიჩი და პერსონალურად დამიყენა რა. ჩვენ თქონდა მომენტი, იმესაც თქონდა მომენტი, უკან დევიხიე. და იქით ძუძუაშვილი და უკან არ ჩამოხვიდა, არ მოცინე მაგასო და ცენტრის იქით განმევედი დაჟე ჩვენ საჯარიმოში. და დამთავრდა და პირველი ტაიმი, მორჩა პირველი ტაიმი და ასე მაგ ბუცები აწეული ფეხზე შემოდებული ჩაისვამ და მახსოვს რომ მეკარე მოვიდა, მეორე მეკარე და აკოცა ჩემ მარჯვენა ფეხს. ამა უნდა გაიტანოს გოლიო. და არჩე გამაჟრიალა ტაში რა. და გავედით ყველა და დარჩენია ბოლო 15-10 წუთი და ის მეუბნება ჩვენი კაპიტანი ზიპო გურიელიძე ზვიად გვიშველე წინ გადიო. თორა ნიშიაზე ვერცეთ ვერ გავდივართ. ფოთი გადის მაშინ. და თქვი გუნდებაში მეთო ჩაღული ნუ გამიყვან აქინათ. და მირიან გეწაზე შემევიდა და ზვიად შენ გოლი გაგოქო, რა ვიცი, რას ფიქრობდნენ და კაკრას იმან გააკეთა პადაჩა. ორი ცენტრალური ზაშნიკი ახტა ერთბურთზე, შეცდე. ახტა მე უკან დევიხიე. რა გამოთვალე სამნამოსულიყო ბურთი. გამოთვალე მივიღე მკერდზე, ეს კერდზე ავაგდე და ტიკლაური მეუბნება ზუსტად დაარტყი, იქ არ შეგვიშოვდნენ, შანსი არა, იქ მინ გაგატარებს მას იმგა. და რო დავარტყი, რო წევი და ჩერე შტანგა გოლი შევარდა.
ტანგა გოლი რო შევარდა 8 წუთი იყო და ტანგა რო შემომტრიალდი სახაცა კუთხეში რო დამიჭირენ საჯი იყო ლასაბიძე მეოთხე საჯი და იმან მიშველა თუ მიგუდებოდი მუდავდე რა და აი ეს იყო ძალიან ბედნიერება მე არ ვიცი ასეთი ბედნიერი მე ჩემს ცხოვრებაში მე არ ყოფილა რა მოკლედ სეზონი წარმატებით დასრულდა ზვიადმა მე-40 გოლიც გაიტანა და სწორედ მისი დამსახურებით გახდა მარგვეთი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი გუნდი რომელმაც UEFA-ს თასზე ითამაშა საპრიზო ადგილზე 68 ქულით ერთბაშად 3 გუნდი დაფიქსირდა აი სხვაობა კი ენდელაძის გოლების დამსახურებაა იმ სეზონის მიღწევებმა ბევრ სუპერვარსკვლავს გაუხსნა გზა და მნიშვნელოვანი შედეგებიც მოიტანა. მაგალითად, ზიდანმა მართალია მხოლოდ 19 გოლი გაიტანა, მაგრამ საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იუვენტუსში გადაბარგდა. რონალდომ ჰოლანდიის თასი მოიგო და მილანის ინტერთან ბრძოლაში გამარჯვებულმა ბარსელონამ სარეკორდო $19,500,000 შეიძინა. ხოლო იმ სეზონის მთავარმა ვარსკვლავმა ალან შირერმა პრემიერ ლიგაში გატანილ 31 გოლს ევროპის ჩემპიონატზე 5 დაამატა და საუკეთესო სნაიპერის სტატუსი კიდევ უფრო გაიმხარა. რის შედეგადაც რონალდუში გადახდილი სარეკორდო თანხაც გადაფარა. შირერისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს ნიუკასლმა აჯობა და მის სანაცვლოდ $23 მილიონი გადაიხადა. მოვიდნენ ისინი რომ ვლადივოსტოკში თუ წამოხალო რუსეთში. თელი ზესტაფონი რო ზეიმობდა. ზეიმი იყო ერთი კვირა. დადიოდნენ, ქეიფობდნენ და კითხულობდნენ სადაც ვიდნენ. აი მანქანაში წდება გული რომ აი არ მევიდე რა გინდა ვლადივოსტოკში. თქვათ აი ზიად ამდენს მოგცემ ასე და ასე რა მინდა ვლადივოსტოკში და რუსეთი მინდა. მაგრამ იმგენმა იფიქრეს რომ ეგეც რომ იქ ვერ მოხდებაო და მე დაბალ ფას დაწერს. ჩავე დავხდნენ პრადოს ჯიპებით, მივედით 15 დღე არ ვიცი ჩვენ გვიქნენ. არ ვიცი რა, თამაში ვარჯიში და მოლოს ვინც აგვიყვანა იმას ვთხარი რომ თუ უნდება თუ არა და მივდივარ მე ვთხარი მე არ მაქვს მაგის გართულება საქართველოს გუნდები ყველაფერს ყველა ნებისმიერ გუნდში მივარდქო. ხო დაგვიძახენ და მე გადაანაწილენ ფულები რა, შენ ამდენი შენ იმდენი. ანუ სინჯელზე წაგვიყვანეს? ხო, სინჯე წაგვიყვანეს. ევროპის საუკეთესო ხო, აი სინჯე წაგვიყვანენ, გავხსინჯე. და მაშინ არ იცოდე. არც ზესტაფონმა იცოდა, არც იმგენმა იცოდა. მაგი 2-3-4 წლის მერე ამოტივდი და მაგი. იმ პერიოდში ოქროს ბუცის გადაცემის ცერემონია დროებით შეჩერებული იყო. ამ და სხვა ლოკალური მიზეზების გამო საქართველოში მთელი 4 წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ ევროპის საუკეთესო ბომბარდირი ყავდა. ზვიადი უკვე 35 წლის გახლდათ, როდესაც საკუთარი წარმატების შესახებ შეიტყო. მოდის ვიხაცა შავ კოსტუმში გასტოლგი და ზვიადენდელაძეო ლანჩხუთში არ ვარისო მანახეთო ის კაცი. მე ვარ მოთხარი გადემეხვია და შენო იცი ოქროს ბუცის პრობელის იმაში ხო მე ვთქვი არა თქვა. რაფერ არის ამ ხელა ტიტული გაქვი იგი გადემეხვია თქო და ყველას ასე უთხრა. просто ეს არის ეს პიროვნებაო იგი. არა მე არ ვიცოდით მაგალითად ჩვენ. მე იმისაც კმაყოფილ ვარ რომ იმგენის გვერდში წერია ჩემი გვარი რა. ანრი მესი რონალდო დიდი კიჭა და წარმეგინე აი იქ რომ ვინმეს დაეძახა ამ ხელა ვარსკვლავები ამ ხელა პრეზიდენტები ამ ხელა ბედნიერება იქნებოდა არ ვიცი იქნა მაგას მოსწევდა და ამიჭის რა იქნებოდა ამ სეზონის შემდეგ ევროპის სპორტულმა მედიამ ბომბარდირთა გამოვლენის წესები შეცვალა. შემოვიდა კოეფიციენტების სისტემა, რომელიც ჩემპიონატებზე რეიტინგის მიხედვით გადანაწილდა. პირველ ხუთეულში შემავალ ჩემპიონატებში გატანილი გოლი 2 ქულით დაფასდა, მომდევნო 16 პოზიციაზე მყოფ ჩემპიონატებში 1 ნახევრით, დანარჩენებს კი მხოლოდ 1 ქულა გვერგო. მას შემდეგ ევროპის სნაიპერები ძირითადად სუპერვარსკვლავები ხდებიან. სია დიდი და შთამბეჭდავია. თუმცა ამ სიაში მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ 2 სეზონში 30-ზე მეტი გოლი გაიტანა, ალან შირერს ვერ ნახავთ.
მას ეს ტიტული ჯერ არსენ ავესტიანმა წაართვა 5 გოლით აჯობა, შემდეგ კი ზვიად ენდელაძემ 9 გოლით. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ევროპული ოქროს ბუცის გარეშე დარჩა. ერთი რა იცი ყველაზე მაგარი რა გამოხდა, იცი? დაბადების დღე მქონდა და უბანი რა ვიცი ისა კეიფობთ რა. კარგას 1 და 2-3 სადღეგდროს მერე რაღაცას ბიჭები ფუსფუსებენ და რა გააკეთენ, იცი გააკეთენ ისა გრანიტის ქვა და ბუცი ასე. ასეთი ჩეური როგორც ნახეს იმაში რეკლამაში გააკეთა და აი რო შემევიტანეს კი მე ბედნიერი ვიყავი კი სერმე დამომივიდა რა იცი ეს იყო გინდა ემეღო აი ასე მეგონა ეს თომ გადამომცენ თქვა გეგე ხო აი ეს მანქანაში მე ხო იცი გევიდა 3 წელი და იმას გაფუშდა ხო აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენდელაძე ერთადერთი ქართველი როდია, ვინც სპორტის წესებზე იქონია გავლენა. ამამებიდან 21 წლის შემდეგ უკვე ზაზა ფაჩულია გახდება დიდი ცვლილებების მიზეზი და მსოფლიოში კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ყველა ვარსკვლავის არჩევის წესებს გადააწერინებს. როგორც ჩანს, ქართველებს გვაქვს ნიჭი მსოფლიო სპორტზე გავლენა მოვახდინოთ. ახლა გასარკვევი დარჩა მხოლოდ ერთი. ვინ იქნება შემდეგი? ზვიად ენდელაძემ ფეხბურთი 40 წლამდე ითამაშა, რის შემდეგაც სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცის, რომ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშის დაწყება არასდროს არის გვიანი და ახლა ცდილობს იმ ახალგაზრდებს მისცეს მეორე შანსი, რომლებმაც შესაბამის ასაკში სხვადასხვა მიზეზების გამო შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ შეძლეს. ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები არ აყვავს. ზოგი ხო იცით 17-18 და ვერ შობა გიგე და მე გვინდება გიგე და შეიძლება დაგვინება შეიძლება მისანა ფეხბურთელმა წამეიწიოს შეიძლება დიდი ფეხბურთი თამაშოს ხო შეიძლება ფეხბურთი არასდროს არ აგვიან ვარდის შეხედავდი აფერი იქნება მიტანი იყო თუ ქარხანაში მუშაობა და ახლა ანგრევს ყველაფერს მაგას ეუბნები ბიჭო ფეხბურთი არასდროს არ აგვიან და თან პატარები ყავს აყვანილი დღეს რომ ნახეთ ისინი იმგეს მინდა რომ გავზარდო აი სწორი ფეხბურთით რა სწორი მიმართულებით მოდი ხაბა დამატკენი ევედი მე დავდევი დავი დამესავე დადი მოგიდე როზე აბა იარე იარე გო